ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი. პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი მოლაპარაკება ჩატარდა კონსტრუქციულ და ურთიერთ პატივისცემის ატმოსფეროში იყო საკმაოდ ღრმა და სასარგებლო. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ჩემ ამერიკელ კოლეგას იმ წინადადებისთვის, რომ ჩამოსულიყავი ალასკაზე და ძალიან ლოგიკურია აქ შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნებს ყოფს ოკეანეები, საკმაოდ ახლო მეზობლები ვარ და როდესაც ჩვენ შევხვდით, გამოვედი თვითმფრინავიდან, მე ვთქვი რომ Добрый день, дорогой сосед. Очень приятно. ძვირფასო მეზობელო, შუადღეებში მშვიდობისა, ძალიან სასიამოვნოა რომ ხედავთ თქვენ ჯამთელს და ცოცხალს და მეზობლურად ეს კეთილად ჟღერს. ჩვენ მხოლოდ ბერინგის სრუტე ყოფს და ორი კუნძულია რუსულ და ამერიკულ ქვეყნებს შორის სულ 4 კილომეტრი არის დაშორება და ჩვენ ახლო მეზობლები ვართ. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალასკასთან დაკავშირებულია რუსეთისა და ამერიკის საერთო ისტორიის ბევრი მომენტი, ბევრი პოზიტიური მოვლენა. დღესდღეობით ასევე შემონახულია რუსული ამერიკის დიდი მემკვიდრეობა, მართლმადიდებლური ტაძრები 700 ადგილს აქვს რუსული დასახელებას აქვს რუსული დასახელებები, ასევე სამხედრო ტექნიკისა და თვითმფრინავების მიწოდების პლაცდარმი იყო ალასკა ლენდლიზის პირობებში. ეს იყო უზარმაზარი მარშრუტი, მაგრამ ფრინავები და სპეციალისტები ორივე ქვეყნის ყველაფერს აკეთებდნენ და სიცოცხლეს რისკავდნენ საერთო გამარჯვებისთვის. მე მაგადანს ვეწვიე რუსეთში, სადაც დგას მონუმენტი რუსი და ამერიკელი ფრინავების პატივსაცემად და რუსული და ამერიკული დროშა და აქაც არის იგივე მსგავსი მონუმენტი. საბჭოთა ფრინავები არიან დამარხულები, როდესაც გმირულ მისიას ახორციელებდნენ. დიდ მადლობა ამერიკის მოქალაქეებს, რომ პატივს მიაგებენ ჩვენ მოქალაქეებს. ჩვენ ასევე გვემახსოვრებას ისტორიული მაგალითი, როდესაც ვებრძოდით საერთო დავამარცხებდით საერთო მტრებს, სამოკავშირეო სულისკვეთებით ერთმანეთს ხარს უჭერდით და ეს მემკვიდრეობა დაგვეხმარება ავაშენოთ ორმხრივად სასარგებლო თანასწორი კავშირები ახალ განზომილებებში, რა თქმა უნდა. 4 წელი არ ჩატარებულა რუსეთ-ამერიკის შეხვედრები უმაღლეს დონეზე, საკმაოდ გრძელი ვადა და ეს პერიოდი იყო საკმაოდ მძიმე და რო იტყვიან ჩამოგორდა ჩვენი ურთიერთობები ყველაზე უფრო დაბალ წერტილამდე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მთლიანად. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ უნდა გამოგვესწორებინათ სიტუაცია და გადავსულიყავით კონფრონტაციიდან დიალოგზე. და შეხვედრა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელისა მომწიფდა, რა თქმა უნდა, სერიოზული მომზადების საფუძველზე და ეს სამუშაო ჩატარდა. პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საკმაოდ კარგი პირდაპირი კონტაქტები, ჩვენ მრავალჯერ ვისაუბრეთ ტელეფონით, რამდენჯერმე ჩამოვიდა სპეცწარმომადგენელი რუსეთში ბატონი ვიტკოფი. რეგულარული კონტაქტები ჰქონდა ჩვენ თანაშემწეებს და საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს. როგორც კარგად გესმით, ცენტრალური საკითხი გახდა სიტუაცია უკრაინასთან დაკავშირებით. მე ვხედავ მისწრაფებას ამერიკის ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, რომ წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში, ჩაწვდეს მის აზრს და გაიგოს მისი წამოთ დაწყების მიზეზები. კონფლიქტი უკრაინაში არის მიმული ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩვენ თვლით უკრაინის მოსახლეობას მოძმე ხალხად შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს. ჩვენ ერთი
ფესვი გვაქვს და ყველაფერი რაც ხდება ჩვენ დღესდღეობით ჩვენთვის არის დიდი ტკივილი და ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია რომ ამას წერტილი დაესვას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დამტკიცებული და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები რომ უკრაინული დარეგულირება იყოს მდგრადი, კრიზისის ყველა წინაპირობა უნდა იყოს აღმოფხრილი. ანუ ყველა შეშფოთება რუსეთის უნდა იყოს აღმოფხრილი, აღდგეს ბალანსი ევროპაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპაში და მთელ სოფლიოში მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, მან ეს თქვა, რომ რა თქმა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ასევე უკრაინის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. დარწმუნებული იმედი მაქვს, რომ ურთიერთგაგება, რასაც მივახციეთ, დაგვაახლოვდებს იმ მიზანს და გზას გახსნის მშვიდობისკენ უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, რომ კიევში და ევროპულ დედაქალაქებში ამას კონსტრუქციულად აღიქმავენ, არ შექმნიან ბარიერებს, არ დაიწყებენ დაფარულ ინტრიგებს და არ გამოუთხრიან ძირს იმ პროგრესს, რომელიც ფაქტიურად ეხლა იწყება. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაგვიზარდა. ეხლა მცირეა, სიმბოლურია 20%-ია ხსულ, მაგრამ ბევრი გვაქვს ჩვენ საერთო მიმართულებები, საქმიანი და საინვესტიციო პარტნიორობას ამერიკასა და რუსეთს შორის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. რუსეთს და ამერიკას ბევრი რამე შეუძლია ერთმანეთს შესთავაზონ ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ სფეროში, კოსმოსის განვითარებაში, ასევე ურთიერთობა აფრიკის კონტინენტზე, ასევე ურთიერთობა ჩვენ შორეულ აღმოსავლეთსა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს შორის. მნიშვნელოვანია გადავფურცლოთ ერთი ფურცელი და დაუბრუნდეთ თანამშრომლობას. სიმბოლურია, რომ რუსეთსა და ამერიკის საზღვარზე გადის ეგრეთ წოდებული ხაზი თარიღების ცვლილებისა, როდესაც ერთი გუშინდელიდან ხვალინდელში შეიძლება ნაბიჯი გადადგა და იმედი მაქვს რომ ჩვენ ესე გამოგვივა პოლიტიკურ სფეროში. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ტრამპს საერთო სამუშაოსთვის, სანდო ტონისთვის საუბრისა. თავარი იყო რომ შემართება იყო ორივე მხრიდან შედეგების მიღებასთან დაკავშირებით. მე ვხედავ რომ ამერიკის პრეზიდენტს ნათელი ხედვა აქვს რისი მიღწევა სურს, ზრუნავს თავის ქვეყნის აყვავებაზე და ესმის რომ რუსეთს გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები. იმედი მაქვს რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები იქნება ათვლის წერტილი არა მხოლოდ უკრაინის პრობლემის მოგვარებისა, არამედ მისცემს რათა აღდგეს პრაგმატული და საქმიანი ურთიერთობები ამერიკასა და რუსეთს შორის. და ბოლოში მინდა დავამატო მახსოვს რომ 2022 წელს, როდესაც ბოლო კონტაქტები მქონდა წინა ადმინისტრაციასთან, ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი ყოფილი ამერიკელი კოლეგა, რომ არ იყო საჭირო სიტუაციის მიყვანა იმ წერტილამდე, როდესაც დაიწყებოდა ძალიან მძიმე შედეგები საბრძოლო სიტუაციის შექმნით და თქვი რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო და გვესმის რომ როდესაც ბატონი ტრამპი ამბობს რომ პრეზიდენტი რო ყოფილიყავი ომი არ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ რომ ეს ვფიქრობ რომ ესე მოხდებოდა და ამას ვადასტურებ, იმიტომ რომ მთლიანობაში პრეზიდენტ ტრამპთან ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი საქმიანი და სანდო კონტაქტი და მე მაქვს ყველა საფუძველი ჩავთვალო რომ ამ გზაზე მოძრაობით ჩვენ მივალთ და რას უფრო მალე მივალთ, მით უკეთესი უკრაინის კონფლიქტის დასრულებამდე. გმადლობთ ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ძალიან სიღრმისეული იყო თქვენი გამოსვლა და შემიძლია გითხრათ რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, ძალიან ბევრი საკითხი, უმრავლესობა დიდ საკითხებზე ჩვენ ფაქტიურად პროგრესს მივახციეთ. მე მოვიწვევ ნატოს სესიას უახლოეს დროში, სხვადასხვა ადამიანებს მოვიწვევ და პირველ რიგში დაურეკავ პრეზიდენტ ზელენსკის და მოვუყვები დღევანდელ შეხვედრაზე. მარკო, სტივი და ტრამპის ადმინისტრაციის სერიოზული ფიგურები, სკოტი, ჯონ რედკლიფი
მათ მინდა მე მადლობა გადაუხადო და ძალიან სერიოზულმა ლიდერებმა ფენომენალური სამუშაო ჩაატარეს. ძალიან მაღალი რანგის ბიზნეს წარმომადგენლები ყავდა რუსეთიდან, ყველა სურს ჩვენთან ურთიერთობა და ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი ვართ სოფლიოში და გავხდით მოკლე პერიოდში ჩვენ ველით რომ დავძლევთ ამ კონფლიქტს დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს წინვალი ურთიერთობა მქონდა მე პრეზიდენტ პუტინთან ვლადიმერთან მრავალი ძიმე შეხვედრა და კარგი შეხვედრა ჩავატარეთ რომელსაც ერეოდნენ ამ შეხვედრებში ერეოდნენ რუსი ქორები რაც ართულებდა სიტუაციას შემნაირად მან დაინახა ეს ყველაფერი თავის კარიერის განმავლობაში მაგრამ გვიწევდა ბრძოლა რუს და შეგუება რუს ქორებთან მაგრამ მნიშვნელოვანია ბიზნესის და სხვა საკითხების განხილვა და ჩვენ გქონდა ძალიან კარგი შანსი რომ ეს კონფლიქტი დაგვესრულებინა მოკლედ რომ გითხრათ რამდენიმე ზარს განვახორციელებ ვეტყვი სხვადასხვა პიროვნებებს რა მოხდა მაგრამ გქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ბევრი საკითხი მოგვარდა რამდენიმე დარჩა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ და გქონდა საშუალება მოგვეგვარებინა ბოლომდე ვერ მივედით აქამდე მაგრამ ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ პუტინს თელმის გუნდს ვისაც ვიცნობ და სულ ხედავ მათ სახეებს გაზეთებში თქვენ ესეთივე ცნობილები ხართ როგორც თქვენი უფროსი განსაკუთრებით აი ეს ბატონი და კარგი შეხვედრები ქონდა ჩვენ წარსულში პროდუქციული შეხვედრები და იმედი მაქვს რომ მომავალშიც ესე იქნება და ყველაზე პროდუქტიული ამჟამად ჩატარდა ათასობით ადამიანი ყდება კვირაში და ამას პრეზიდენტი ისევე უყურებს როგორც მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო და მალე ვისაუბრებთ კიდევ და მალე შეხვდებით ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვლადიმერ შემდეგ ჯერზე მოსკოვში ხო საინტერესოა ძალიან კი ბატონო შეიძლება ესეც მოხდეს დიდი მადლობა ყველას Friendly